მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით შემზარავია ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც ცალსახაა, უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკას. ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი. კიდევ უფრო შემზარავია ის ცინიკური შეფასებები, რაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აქვთ ამ საშინელი ფაქტის მიმართ. ჩარლი კირკის მკვლელობის თანამონაწილეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალისებს ძალადობას, მიუღებელი აზრის დევნას და ცდილობს დანერგოს და გაავრცელოს თავს მოხვეული მახინჯი იდეოლოგია. გამძლეობას ვუსურვებ ჩარლი კირკის ოჯახს და ახლობლებს, წერს ყაველაშვილი. საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 30-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში ინგლისის და უელსის მთავარ პროკურორს სტივენ პარკინსონს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს. სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს და სამომავლოდ მისი გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს. სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 30-ე კონფერენციის სესია მიმდინარეობს. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. აღნიშნულია ინფორმაციაში. ოპტიმიზაციის შედეგად ყველა სახელმწიფო საწარმოში ჯამურად წლიურ ჭრილში მივაღწიეთ 700 მილიონი ლარის ეკონომიას, რაც ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების განვითარებაში და პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ძირითადად სახელმწიფო საწარმოების ნაწილში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: ენერგეტიკული საწარმოები და საქართველოს რკინიგზა. ეს არ არის ერთჯერადი ეკონომია. ეს ნახა ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების ეკონომიკის განვითარებაში, რკინიგზის, ელექტროსისტემის გადამცემი ხაზების განვითარებაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე, განაცხადა პრემიერმა. კანონი ყველას წინაშე ერთნაირად მუშაობს, ძალიან გულდასაწყვეტია, არავის დაჭერა არ მიხარია და სამწუხაროა. უნდა შევეცადოთ თავი შევიკავოთ ასეთი ფაქტებისგან. ძალადობა ცუდია და არაა მისასალმებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს. რაც შეეხება უშუალოდ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგიდია სამიძესთან დაკავშირებულ შეკითხვას, თუ რატომ გაიმეტეს ის, კალაძე პასუხობს: მე გავიმეტე თუ თვითონ გაიმეტა თავი. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკანონოდ არის გაკრული ბანერები. მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია გრძელდება და მასში არეულობას ვერ შეიტანენ. ვერც ხელს შეგვიშლიან და ვერც არეულობას შემოიტანენ. ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, განაცხადა კახა კალაძემ. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გასულ წლებში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად დედაქალაქში საპარკო კულტურა დაბრუნდა. მისივე თქმით, პირველი ნაბიჯი რაც გადაიდგა, იყო ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება. დამტკიცება, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი ის არეალები, რომელთა გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ რეკრეაციული მიმართულებებით არის შესაძლებელი. რუსეთთან შემწყნარებლობა სახიფათოა. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის და საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ზურაბიშვილის თქმით, რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. ამერიკის შეერთებული შტატების შემრიგებლური მიდგომა საქართველოს ფაქტობრივ ლიდერობასთან წარსულში ჩავარდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას. დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ, აცხადებს ზურაბიშვილი. საქართველოში გერმანიის ელჩს სოლიდარობას ვუცხადებთ. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე წერს. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას, წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გერმანიის საგარეო სამინისტროს პრესპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ გერმანიის ელჩი თბილისში პეტერ ფიშერი ფედერალური
ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ დეზინფორმაციისა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივების გავრცელებით ის აქტიურად უთხრის ძირს გერმანია საქართველოს ურთიერთობებს. ნათქვამია განცხადებაში. საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული თენგის კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული გრძელდება მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგის კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. ნათქვამია სუსის განცხადებაში. მე ქართველი ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა NPR-თან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, თუ როდის მოხდა ქართული ოცნების მიერ კურსის ანტიდემოკრატიული ცვლილება, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს სხვადასხვა ეტაპით ხასიათდება. მისი თქმით, ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტია. ამის ორი მნიშვნელოვანი მიზეზია. პირველი ის, რომ მე ხალხს წარმოვადგენდა მათ ნებას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებული პროდასავლური გზა გააგრძელონ. მეორე, მე წარმოვადგენ ქართული ხალხის კიდევ ერთ სურვილს, რაც გულისხმობს ოპოზიციის გაერთიანებას, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა. მათივე ცნობით სუსის ხელმძღვანელმა ომბუდსმენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტები გააცნო. მამუკამ დინარაძემ და ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და სახალხო დამცველმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ალექსანდრ სტუბი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს. ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან ერთად დახვდა. პრეზიდენტი სტუბი პრეზიდენტ ზელენსკისთან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის, რუსეთზე ტრანსატლანტიკური ზეწოლისა და ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე. ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ ფინეთისა და ალექსანდრ სტუბის მხარდაჭერისთვის მადლიერია. კუნძულ ბალიზე წყალდიდობას 14 ადამიანი ამსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით წყალდიდობის შემდეგ ბალის პროვინციის დედაქალაქ დენპასარში 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათ სამძებრო სამუშაოებში 125 მაშველი მონაწილეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელ აბდულ მუხარის განცხადებით, მიმდინარე კვირაში მოსული ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. იუტას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კომისრის ბო მეისონის განცხადებით, კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. მისი თქმით, სავარაუდოდ ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა და გასროლა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან განახორციელა. იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მომხდარის შემდეგ პოლიციამ 2 ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა დაკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, კრემლმა ნატოს პროვოცირება მიზანმიმართულად მოახდინა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების გაგზავნით. ინფორმაციას პოლიტიკო ავრცელებს. მერცის თქმით, ინციდენტმა აჩვენა, რომ ევროპის საჰაერო თავდაცვა უნდა გაუმჯობესდეს. რუსეთის მთავრობის ეს სრულიად უგუნური ქმედება პროვოკაციების ხანგრძლივი სერიის ნაწილია, რომელსაც თვეების განმავლობაში ვხედავთ ბალტიის რეგიონში და მთლიანად ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ევროპაში მშვიდობისთვის, განაცხადა მერცმა. გერმანიის კანცლერის მტკიცებით იზიარებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის შეფასებას, რომ დრონების შეჭრა წინასწარ განზრახული ქმედება იყო. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.